ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობის დაწყებამდე სახალხო კრების ლიდერები ერთმანეთისგან განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ. ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებს ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხის მოხდენის დიდი შანსი არსებობს. ნონა გაფრინდაშვილი კი ხვალ აღლუმის ჩაშლაზე საუბრობს. ირაკლი ბათიაშვილი საერთოდ უარყოფს, რომ კრებას ხელისუფლების დამხობის გეგმა აქვს. შეფიცულების ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე კი განმარტავს, რომ სახალხო კრების დღევანდელი სამოქმედო გეგმა ხალხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ჩვენი მიზანია, რომ არ მივცეთ საშუალება პარადის მიღების. ჩვენ როგორც შევბირდით ხალხს უკან დახევას არ ვაპირებთ, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. ხალხის ძალა ვერაფერი წინ ვერ დაუდგება და გარწმუნებთ, დღეს არის იმისი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს პრინციპული გარდატეხა, ქვეყანაში მოხდეს ის, რასაც ჩვენ ყველანი ველოდებით, რომ წავიდეს ეს ხელისუფლება და რეალურად ჩვენ შევძლოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ვთქვათ 25 მაისს ესეთი რაღაცა ჩვენ არ გვიტყვი 25 მაისს გადადგება. ესეთი კონკრეტული თარიღი ჩვენ თვითონ ჩვენ ამას მივახცევთ ოპტიმალურ ვადებში, მაგრამ ის რომ ვთქვათ 25 მაისს, 24 მაისს ან 21 მაისს გადადგება, ეს არავის არ ვთქვი, არც ნონა გაფრინდაშვილს, არც მე, არც ამიტომ იმას ნუ მოგვაცერდაც არ ვიტყვი. ჩვენ შეტანილი გვაქვს 25-ის ჩათვლით. 26-ში უფლება არ აქვს ჩვენ აქციის ჩატარების და ეხლა ძალადობა ჩვენ არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ და ნახოთ ეხლა თუ ხალხი ძალიან ბევრი გამოვიდა და თუ დადგა და გაევსო მოედანი თავისთავად ეხლა იქ ეხლა გინ შეიტანე და გინ არ შეიტანე თუ გაევსო რუსთაველი და თავისუფლების მოედანი ეხლა იქ უკვე თავისთავად რაზეა ლაპარაკი.